აჰა, invitation-ი გავგზავნე ჩემი მარიამი, ხალხო, აი მარიამს რო ითხოვდით. ვაიმე, ჩემი გოგო, ნახეთ რა ლამაზი. მადლობა. ბავშვი რატო ხარ? სიცხე მაქვს 40 და ცუდად ვარ გამოვიშვეს. ნიკაც ცუდად არის გაუშვეს. ვაიმე, რა შეძახი? მოიწამლეთ თუ რატო? არ ვიცი გუშინ, ანუ რა მოხდა ვაფშე არ ვიცი რა. დღეს დილით რო გავიღვიძე, გულია მკვდრებოდი რასაც ქვია, ექსე ცუდად მეწლები არ ყოფილვარ და სასწრაფო მყავდა მერე. და ვაიმე, რა შეძახი? ხა როგორ ხარ? რავი, ახლა უკეთ ვარ რაღაც წამლები დავლიე სახლში, მაინც ხო იცი სხვანაირად ვაიმე, ეხლა მე მომის კარგად გამოჯამთრდი, მოიხოდე, გინდა რაღაცები მოგიტანო? არა გოგო არა, თან ხვალ ლაივია, მთავარია ლაივზე მოხვიდე. ხო და ლაივი როა და რო უნდა იკაშკაშო და ძალიან მაგარი რო უნდა იყო, მაგას ვამბობ. მაშინ რა ქენი იცი? მარიამ შეხედე ეხლა შეება დაგეზაროს, მაგრამ არ დაგეზაროს. ძალიან ბევრი სითხეები დალიე. ხო, სასწრაფომაც აიდუ მითხრა, რომ ძალიან ბევრი სითხე მიიღეო და ნუ ცოტა ტუალეტში კი ირბენ არ დაგეზაროს. მაგრამ აი ეს სითხე გამოიტანს ორგანიზმიდან თუ რამე არის და ხვალ უნდა იყოს ძალიან მაგარ შემართული. აი ეს არის ძალიან კარგი მშველი სტერაფლუ. ეგენიც დალიე, ეგ დღეში 3-4 მეტი არ შეიძლება, მაგრამ შეგიძლია 4 ხალი დალიო, რადგან ექსტრემალური სიტუაცია გვაქვს და შუშხუნაც ვიტამინი და რაც არის, ნუ ეგ პრინციპში იგივეა, რაც სითხეები და დასვენება და ძილში გამოხვალ, თუ შეძლებ დღეს რო დაიძინო ადრე. არ ვიცი, მინდა ძილში გამოხვალ. გოგონი, მოკლედ, შენზე და ჯავახაზე მეკითხებიან, რომ სტრიმზეო ვუყურებ თუ და არ არიანო სახლშიო გარეთ გამოვიდნენ და მეთქი საწავიდნენ ნეტა დეიტზე ხوار წავიდნენ კიდე საწავიდნენ. დღეს ბრუნდები სახლში, ჰაუსში? არა, დღეს საქმეები მაქვს, არ ვიქნები სახლში. და გასვლა მინდა ეხლა უკვე უნდა გავიდე დედაჩემთან, ჩემი ძაღლი მომენატრა. დავისვენა და იქით დავრჩები და ლაივზე მერე წავალ იქიდან ალბათ. დასვენება და ბევრი სითხეები, ცუნცულ წამოწექი და ძალიან კარგად დაისვენე. თუ რაღაცა არის მითხარი და გამოგიგზავნი რაღაცებს ან მოგიტან მითხარი, რა გჭირდება? გოგო არა მაქვს ყველაფერი ვაფშე. აუგუში რა კარგი იყო. ვაიმე, გუშინ ძალიან მაგარი იყო. ეხლა რას ვეუბნებოდ იცი? იმას რა ქვია, ლაივში ლაპარაკობდი, რომ როგორი დაძაბული სიტუაცია იყო და მარტო შენ და ჯავახა ერთობოდით. და რა ხდებოდა არ მახსოვს მე იმდენი რა ხდებოდა და ესენი პირგამეხებულები დადიოდნენ, იმიტომ რომ ეს ბონდო ხო გამწარებული იყო ამ კოალიციაზე და ასე შემდეგ, ნუ ლელუც ძალით იმაშვებოდა რაღაცებს, ესენიც რაღაცა დაძაბულობები და შენ და ჯავახა იყავით გადაფრთხილები. მოვიდა გენაცვალე და აღარ იცოდა რა ექნა. ხო და მოკლედ შენ და ჯავახა ერთობოდით მარტო. ოკეი, მართლა გავერთე, მაგრამ მე ისეთები მოხდა, ამოაგეფიცები, ამოგასხავენ. სტრიმები არ მინახია, მაგრამ ალბათ დღევანდელ ეპიზოდში გავა. ძალიან ბოროტი ქალია ეგ ლელუ და ეხლა მაგას იმაშვებოდი, რომ თვითონ არანაირი განათლებით და არანაირი არაფრით და შარშან რო სკოლა დაამთავრე, შენ რო გეჯიბრება. აი მე არ ვიცი რამე განათლებაში, შენ რო გეჯიბრება განათლებაში, ხალხ, ნუ აი ეგეთი თუ რამე მენახოს. შარშან დაამთავრა სკოლა და ეს ბაკალავრი და მაგისტრატურა როდის უნდა 5 წლის უნდა შესულიყო? მარიამი, თუ როდის? ეროვნულ გამოცდებზე, მოკლედ. არ ვიცი რა, მოკლედ. მაკდონეზე თურმე უნდა იყო ველა ციკლაური. გოგო სტრიმზე ჩემზე ჭორაობის გარდა არაფერს არ აკეთებენ, ანუ ხალხი თუ შეზე ლაპარაკობენ, მეტის არა. სირად რა უნდათ?
რა და ბოღმა და შური არასვენებს და ეხლა ეთყობა დიასა მუთხრა ეს ბონდო დაიფრინეო და მივსვა მაგიტო ლორენცო. არ ვიცი რა მე ვფიქრობ ბონდო დატოვებს პროექტს. აუცილებლად ბონდო წასასვლელია ძალიან საშინლად ლაპარაკობს ექალებზე იმ ახალ გოგოზეც. ხო, ანუ მაგახალ გოგოს ვაფშე რას ერჩის, რატო ერჩის ქალს? რას ერჩის და ეს მუზები ძალიან ბედნიერად ისხდნენ ბონდოსთან და ლაპარაკობდნენ რომ ეს ვიღაც ახალი ხორციაო და ამ ბიჭებზე რა ზურაზე და გუგაზე რომ ახუნტრუცდენო და იმათ სამართლიანად გაუჭედეს რეალურად ბონდოს, მაგრამ ბონდოს საქმე წასულია, მაგას აღარაფერი აღარ იშველება ჩემო კარგო გუშინაც ცოცხალი მყარი იყო. ვიცი მართლა არაფერი არ ეშველება, არსად ჩააბარეო ხალხი მიწერს. აი ლელას უნდა ვკითხო სად ჩააბარა და მაგის მიხედვით ვაპირებ ჩაბარებას. და მე კიდევ კარგი რა უნიჭო რაღაცები გადაუღო. შენ ნახე იმ ახალ გოგოს ასაშინელი რაღაცები ჩააცვა და რაც უდად გადაუღო და ეს ბელუქსის იმებით რომ წამოაწვინა ეს თინათინი. ხო, და ის გაამასხარავა ჩვეულებრივ. გამასხარავა, აბა რა ქნა და თვითონ მე დაიწყო იქ რაღაცების ტრიპაჩობა ღმერთო ჩემო. ო, და არ შეიძლება ეგეთი რაღაცა. ის მუზებიც გაამასხარავა და ის ანასტასიაც ლამაზი გოგო რეები ჩააცვეს და რეები გავა. კიდევ კარგი არ წახვედი მაგ დებილობა ფოტოსესიაზე. გოგო ძალიან მაგარი იყო, რომ არ წავედი ისეთი ბედნიერი. საშინელებას ჩაგაცმევდნენ და ძალიან საშინელ ფოტოებს აგიღებ და უეჭველი. ძალით მიკეთებდა მაგას უეჭველი. უეჭველი და კიდევ კარგი რომ აწახო და საშინელი კონტენტი და რაღაცა დათულია თუ რაღაცა დაადო ზემოდან ანუ კაროჩე და OnlyFans-ის მოდელია მე მგონი უეჭველი +18. ვაი მე OnlyFans ცუდადარ ეგ სერიოზული ბრალდება კონც რატო არის ბრალდება ხა მეტი ის არა აქ მაგას გაქანება მაგ ქალს და რა ვიცი ძალიან ტეხავს რომ მეტი გაქანება და ბჭყალებში +18 მაგოგოს არ გააჩნია. შენზე დიდი ჰეითია ახლა და საწყენია მართლა. ხალხო მე რატომაც ანუ პრომო ნახე გვანცა რაც დადეს წეღან. ნახე კი როგორ არა და ეს მუზები ვაიმე ეს რა თქვა და შედეგი. ანუ იცი რაზე ვღადაო ბრო. ანუ რაც არ უნდა იყოს რა. ანუ არ არის სწორი რა ეგეთ რაღაცები, იმიტომ რომ მე უმიზეზოდ არავის არაფერს არ ვეუბნები, შენც კარგად იცი რა. ახლა მაგას არ გავუგდია ეს ლელუ სუდად ვარცაში მომედი. რა? ერთი თვეა ეს ლელუ ღვარძლიანი, ყოველ დღე როგორი სიძულვილით შენს მიმართ იქცევა და რა გაუკვირდათ ერთი ბებერი ბოზი რო დაუძახე. არ ვიცი რა. ეგ სიტყვა საერთოდო არცო ამომივაო მეო პირიდანო რა არისო. ой და რა ანუ ბებერი ბოზი არ გაუგიათ რა არის თუ არ გაუგიათ აგერ ლელუ ყავთ. ჯავახა აღარც შეგხედავსო, ვაიმე, მილიონჯერ გამიკეთება ეგეთი რაღაცები, მაგრამ რა ვიცი. ნახოთ. არ გვიჩხუბია მე და ჯავახას ხალხო, არ გვიჩხუბია. ძალიან ნერვიულობს ხალხი რომ მარიამი და ჯავახა ხო არ იჩხუბესო და ეხლა მტასოზე მიდის ძალიან შესევა და ჰეითი მოკლედ გოგო ხო რა უნდათ მაგ გოგოსგან ვაფშე არაფერს არ შვება თავისთვის არის თავიდანვე არ მოეწონათ ესე რაღაცნაირად შეხედეს გოგო ეს მუზები რანაირად აიტანდნენ ტასოს მაშინ როცა მაგათ გონიათ რომ ჩვენ მაგის ნიჭს და სილამაზის გშურს ხალხნო აი მეტი განვითარების შეფერხება და რეალობის აცდენა რა გინდათ არ ვიცი რა
ჯავახასთან თუ რეალური ურთიერთობა გაქვს დღეს სხვას რატო ხვდებიო? გადაწყვეტეს უკვე რომ დედასთან ვარო ძაღლი ვარ და არ ვიცი, ვის ხვდები ხალხო? საიდან მოიტანეს შოქში ვარ? ლელუს შურს მარიამის ძალიან კი გეთანხმებით. ხომ ჯგუფებში ხო არ გაწევრიანებული მარიამ და გადავხედი და მოკლედ ეს პრომო და ნიუსი დევს რომ შენ ესეთი რაღაცა დაუძახე და ვიღაც ანონიმურად წერს ისო რა ქვია ლელუსო ქალსო როგორ დაუძახდა ეგეთი და კომენტარებში უწერ აბა რა არისო ეს ლელუ ხო სწორად უთხრაო აზრის ჩამოყალიბება არ შეგიძლია და გინებაზე გადადიხარ რომ ვიღაცა მიწერს არა ჩემო მამასო ეგრე არ არის უბრალოდ ამ ხალხთან რომ ვერ საუბრობ ისე როგორც საჭიროა და არ ესმით და არ გისმენენ და ალაზღანდარაობენ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მე არ შემიძლია რამე უბრალოდ ჩემი აზრით იმსახურებს ეგ ადამიანი იმ სიტყვებს რაც მე ვთქვი ნუ მე ჩემი თავისთვის არ უნდა მეკადრებინა ეგ სიტყვები პროსტა არ უნდა ამომეშვა მაგრამ მე ზრდილობა არ მეშლება ვიცი სად რა ვთქვა რა პროსტა გოგო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ აი გამომიყვანო მდგომარეობიდან მე ხო გაჰეიტებ და მაჰეიტე მე შენ რატო გმაჰეიტებ გიჟის ბარათი გვაქვს ადამიანო თეთრი ბარათი სოფაჩკას სხვათა შორის ახლა გუშინ არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა ტასოც იყო და მაშინ გეუბნებოდი რომ ერთადერთი რასაც უნანო ფაუსში ყოფნის დროს რატო გამოვიჩინე ის ზრდილობიანი მიდგომა და რატო თავიდანვე არ ვუთხარი მაგათ რასაც იმსახურებენ ძალიან უნანო თავიდანვე რომ მომესვა ეგენი ადგილი ესე აღარ გაბლატავდებოდნენ ხო ასე რომ ყველას დამსახურებისამებრ მარიამ მოდი გაგიშვებ თუ გინდა დაისვენე ჩემო კარგო დალე ბევრი სითხეები არ მინდა ხა გადაიტვირთო გადაიღალო და თუ რამე დაგჭირდა ჩემ ტელეფონიც გვაქვს ჩემი ძაღლი ისე მომენატრა ბაბახეთში პატა უნდა განახო მიდი ვაინერა საყვარელია როგორც წინავს ძალიან საყვარელია ლაციგიდი ძალიან საყვარელია 9 კილო მოხერხი სული მაქვს მეც მივიდე და ნახო ჩემის წავედი კოცი ამბებს და ხვალ გნახავ მიდი მეც კოცნი ხვალამდე აბა ნაბა შენიცი როგორ უნდა გავთიშო დავსავთიშა